გამარჯობათ მეგობრებო, ამ ვიდეოში მე მინდა განახოთ როცა ჩვენ დავამთავრებთ პროექტს და დავუშვათ გვაქვს ესეთი სამზარეულო, ეს ჩვენი პროექტი ესე დავასაშუალოთ, დავაყენოთ ასე ვთქვათ ცენტრში, ესე ცოტა გავადიდოთ, ესე კი ბატონო და ჩავკლიკოთ დოკუმენტაცია პირველ რიგში და ვნახოთ რას მივიღებთ. დოკუმენტაციაში ჩვენ მივიღეთ, შევდივართ აქ. ვაწვევით VFs და მოკლედ მივიღეთ დანომრილი ჩვენი სამზარეულო. თითოეული ყუთი არის დანომრილი, პირველი, მეორე, მესამე არის გამწვავი, მეოთხე ყუთი ესე და ასე შემდეგ. დავაწვევთ დაბეჭდას უთხრათ რომ ეს მინდა დესკტოპზე და დავარქოთ ამას სამზარეულო 1. ბატონო სამზარეულო 1. ნუ ეს პირობითად, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დავარქოთ, მე ის სახელი რაც რეალურად მიცემული გაქვთ სამზარეულოსთვის. კარგით, ეს დავამახსოვრებინეთ დესკტოპზე, გამოვდივართ აქედან. VF-ში შევდივართ ისევ და აქ გვაქვს ფურნიტურები, ჩამონათვალი, ესე იგი აი აქაც რო შევიდეთ, ეს არის PDF ფაილი ფურნიტურების. თუ რა ფურნიტურებისგან შედგება ეს ჩვენი სამზარეულო აგერ არის ჩამონათვალი ყველა იმ ფურნიტურის, რაც ჩვენ გვაქვს აღებული. ამის გარდა კიდევ არის Excel-ის ფაილი ფურნიტურების, furniture to Excel, აი აქ არის, კი ბატონო. და აი აქ აუცილებლად მოვა ახლა გადასვლის პროგრამა და Excel-ის ფაილი მოვა აუცილებლად, აი ეს დანომრილი. ბატონო ეს და ესე გავიდეთ და ზევით ავიდეთ. ესე ავწყეთ. და ბატონო, აქაც იგივე ფურნიტურებია, თუ თქვენ Excel-ში აინდა ცვლილებების შეტანა გინდათ, ან აი მე სხვა რაღაცა გინდათ, აქ ლოკალურად შეგიძლიათ ეს ყველაფერი მიიღოთ. გარდა ამისა, ჩვენ შევიდეთ ისე პროექტირებაში, ეს სამზარეულო ესე დგას. ესე იგი, მოდი ვნახოთ, სად არის ჩვენი აი ეს ფაილი, PDF-ი, სადაც სამზარეულო არის, ასე ვთქვათ, დანომრილი. ეხლა შევიდეთ ისე სამიკად პროგრამაში და აი აქ ჩავკლიკოთ დამახსოვრება. დამახსოვრებას როგორც კი ჩავკლიკავთ, პროგრამა გვეკითხება გავაგზავნოთ თუ არ გავაგზავნოთ სერვერზე. სერვერზე გაგზავნის დროს თქვენ ელექტრონულ პოსტაზე და Innova Georgia სამიკად საიტზე ღებულობთ სხვადასხვა დოკუმენტებს. ანუ ცალკე იქ მოგდით დოკუმენტები, ცალკე ელექტრონულ პოსტაზე. ვეუბნებით OK-ს. ესე იგი, რამოდენიმე ხანი დაჭირდება, როცა პროექტი დიდი არის, შეიძლება დაჭირდეს ერთი 3 წუთი ან 5 წუთი, რომ სერვერმა ზუსტად გადაამუშავოს ყველაფერი და მოგცეთ დოკუმენტების მთელი სია. და რა დოკუმენტებია ეს? ესე იგი, შევდივართ ელექტრონულ პოსტაზე. აგერ არის და ეს არის Innova Georgia, აი აქ ეს მოვიდა, აგერ job Innova Georgia. აქ ეს არის ჩვენი ძირითადი სამუშაო, რომლებიც გახსნას ეს. და ბატონო, ცოტა ეს დავაპატარავთ და რას ვებულობთ აქ. ბატონო, აი ეს არის ჩვენი ფაილი. აქ არის ჩამონათვალი აბსოლუტურად ყველა იმ დეტალის, რისგანაც შედგება ჩვენი სამზარეულო. აი აქ მინდა გითხრათ, რომ აი ბოკლევი, ხო? ეს არის CNC, თან ამასაც UL პროფილისთვის, აგერ მინიშნებულია, ესე იგი ბოკლევი, ანუ დამუშავება ხდება პროგრამულ ჩარხზე, U პროფილი და L პროფილის. გარდა ამისა, პასის ამოღება საზურგისთვის 16 მმ-ზე. ნუ ეს სადაც ხდება პროგრამული ჩარხის დამუშავება, ეს არის ძირი, ეს არის სახურავი, ეს არის თარო და ასე შემდეგ. აი CNC-ები შეგიძლიათ даже CNC-ები თქვენ ცალკე გაფილტროთ და ნახოთ
თუმცა აი ეს პროგრამები CNC-ისთვის თქვენ აუცილებლად მოვიდით DXF ფაილში და ეს ყველაფერი შეგიძლია DXF ფაილში, თუმცა შეგვიძლია ჩვენ მაინც დამატებით ვნახოთ, დავწმუნდეთ მაგაში. აი აქ არის DXF CNC, თუ გავხსნით აი ამას, აი აქ არის მთელი ჩამონათვალი იმ დეტალების, რომლებსაც უკეთებთ CNC. და თუ კან ჩვენს Excel-ის ფაილში და აგერავართ save და ნუ დავბრუნდით ჩვენს პროგრამაში. ანუ ეხლა კიდე რა მინდა გითხრათ, რას ნიშნავს აი ნუ ეს საზურგეები არის, აგერ წერია სპინკა, მე-13 ყუთის, მე-15 ყუთის, ანუ ეს ნუმერაცია რომელიც აი მოცემულია ჩამონათვალში, ხო? არის ეს არის მერვე ყუთის, იმას ნიშნავს, რომ მერვე ყუთის ფასად ჰორიზონტალური პირველი. ეს არის სპინკა მე-13 ყუთის დაუშვათ, ხო? ეს არის მე-12 ყუთის მარცხენა გვერდი, ხო? მე-12 ყუთის. პრინციპში ჩვენ აი რო გავხსნათ ეს ფაილი, ხო? სადა გვაქვს მე-12 ყუთი? აი აგერ არის ბატონო, ეს არის კუთხის ყუთი, მე-12 ყუთი და მისი მარცხენა გვერდი. ხო? ამ სურათის გარდა ჩვენ შეგვიძლია კიდევ მივიღოთ ორი სურათი, ანუ ეს არის დამატებითი ოფცია კიდევ და რა არის ეს? აი აქ თუ შევალთ და ჩავკლიკავთ აი აქ მივიდეთ ჩერტიოჟ, ანუ ნახაზი და ესეთ ჩავკლიკოთ და დავაწყოთ აი აქ. ჩავკლიკოთ აი აქ პრედ პას მოდ, ანუ წინასწარ ნახვას და ნახეთ აი გამოგვიტანა ესეთი ნახაზი რა და შეგვიძლია ესეც რა თქმა უნდა თუ გჭირდება ამობეჭდოთ რომ ადამიანმა შეხედოს შიგნით როგორ არის ეს ყველაფერი ასე ვთქვათ გაადიდოთ ან რა ვიცი როცა ამობეჭდოთ იქაც შეგიძლიათ გაადიდოთ და როგორც გნებავთ ისე დაბეჭდოთ რომ პრინციპში ყველაფერი ჩანს აქ. ნუ კიდევ მეორე სურათი რა გვაქვს აქ, აი აქ ჩავკლიკოთ კარებების გარეშე და აქაც დავაწვევთ. აი აქ ჩავკლიკოთ აქაც, აი ნახეთ რომ კარებების გარეშე არის ნუმერაცია მიცემული. ყველა ყუთის. კი ბატონო, მე მგონი სავსებით გასაგები აქ დავაწვევთ დაბეჭდას. ჩვეულებრივ აქაც გამოიტანს და მივცემთ რომ ეს არის სამზარეულო 1-1 ესეა ბატონო სამზარეულო 1-1 და დესკტოპზე დამახსოვრება ასე. კი ბატონო აი დაიმახსოვრა დესკტოპზე ესეც. ნუ პრინციპში აი ეს ორი სურათი გინდა სამი სურათი, სავსებით საკმარისია ხელოსნისთვის და მონტაჟნიკისთვის, რომ შეხედოს ყუთის შიგნით რა ხდება და როგორი თაროებია და როგორ უნდა აწყოს ყუთი. ეს რისთვის ინომრება ეს ყველაფერი, რომ ადამიანმა შეხედოს თუ როგორი არის ეს დეტალი, რას წარმოადგენს პირველი ნომერი, მეორე ნომერი და ამ დეტალებს მე აგროვებს რა თქმა უნდა, რომელიც მოცემულია Excel-ის ფაილში. რა ხდება ახლა მე მინდა აგიხსნათ რომ აი აქ რაც წერია სიგრძე სიგანე როგორ უნდა დაწიბოვდეს აი ეს მონაცემებიც აი ეს სულ ეს მონაცემები არის დატანილი სტიკერზე და ეს რა სტიკერი არის როდესაც ესე იგი იჭრება პანელი რომ მიიღოს აი ეს დეტალი 864-572-ზე საჭრელი ჩარხი ესე იგი როცა დაჭრის ამ დეტალს საჭრელ ჩარხს აქვს თავისი პრინტერი და ეს პრინტერი ბეჭდავს სტიკერს რომელზეც აი ეს მონაცემები ყველაფერი დაკრული არის. ანუ ეს მონაცემების სტიკერი რა თქმა უნდა ეკრობა დეტალს და როდესაც თქვენ იღებთ დეტალს იმ სტიკერზე წერია რომ ეს რა დეტალი არის, რომ ეს არის მე-12 დაუშვათ ყუთის მარცხენა გვერდი, ხო? კი ბატონო, მისი სიგრძე წერია, სიგანე როგორ უნდა დაწიბოვდეს ეს წერია და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ყველა მონაცემი შეგვიძლია ჩვენ გადავიტანოთ იქ.
ეხლა გავყვეთ ეს ასწავლონის ექსელს. აქ არის ისე იგი დეტალის სიგრძე, სიგანე, მერე აქ არის მოცემული თუ როგორ უნდა დაწიბოვდეს, ეს ნიშნავს რომ 2 მმ-იანი კრომკით უნდა დაწიბოვდეს 770 მმ-ის ერთი მხარე და მეორე მხარე უნდა დაწიბოვდეს 0.4-იანი კრომკით, წიბოთი და 16 მმ-ზე უნდა იქნას იმ მხარეს პაზი ამოღებული. და ის დაარჩენი ეს ორი გვერდი ეკუთვნის 572-ს, აი ამას მოვნიშნოთ აქ, ეს არის წითლად მოვნიშნოთ, აი ესენი, ეს ორი ცალი ეკუთვნის 572-ს და თუ ამებს დაუშვათ ყვითლად მოვნიშნავთ, ეს ორი ეკუთვნის აი ამ 770-ს. ეს არის ერთი მხარე 770-ის, ეს მეორე მხარე. ეს არის ერთი მხარე 572-ის სიგრძის, ესაა მეორე მხარე. ანუ ეს ნიშნავს, რომ 0.4-იანი წიბოთი იკრომკება. ეს არის დეტალის სისქე, ეს არის ბრენდი, რა ბრენდიც გაქვთ არჩეული, ეს არის W1000, ეს არის კოდი პროდუქციის, ეს არის ფორმატი, თქვენ აირჩიეთ იქ და რაც აქვს ამ ბრენდს, ეს არის ფორმატი, მინიშნებული აგერ. ეს არის დისტრიბუტორი, ჯეოდეკორი, ეს არის წიბო, რომელიც თქვენ აირჩიეთ, დაუშვათ, რომელსაც თქვენ აირჩევთ, იმ წიბოს კოდი მოდის აქ და ეს ძირითადად სულ წიბოები არის, ხო? ბატონო. ეს გავშალოთ, რომ კარგად ვნახოთ. ბატონო, ეს არის 4-ვე წიბო, როგორც აქ არის, აი 770-ისთვის. მოდი ვთქვათ, რომ რა გვაქვს 770-ისთვის, ხო? 770-ისთვის გვაქვს აი ეს ორი წიბო, გავაყვითლოთ ესა და 572-ისთვის გვაქვს აი ეს ორი ვარიანტი წიბოსი თავისი კოდებით. ბატონო, მე მგონი აქ ძალიან მარტივად არის დააგიხსენით ყველაფერი. ეხლა ავიდეთ ძევით. ხო, ნუ ეს არის, რა თქმა უნდა, წიბოები, დუბლე 1 და ეს ნიშნავს, რომ გასკელებას აკეთებთ, მაგის ვიდეო ცალკე არის და თქვენ შეგიძლიათ ცალკე იხილოთ. და CNC-ების ვიდეოს, რა თქმა უნდა, ცალკე დავდებ და ცალკე იქნება და მაგასაც ნახავთ, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ ნახოთ CNC-ები, CNC1, CNC2 და CNC3, როგორ გამოიყენება და რას ნიშნავს. კარგით, მე პრინციპში ეხლა კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ აი ეს ყველა მონაცემები რისთვის არის საჭირო. ნუ ჯერ ერთი რომ სტიკერზე თქვენ ნახოთ თუ რა დეტალია, რა ზომა არის და როგორ წიბოვდება და ისე არის თუ არა დაწიბოვებული, შეხედოთ და შეამოწმოთ. რა თქმა უნდა, ეს სტიკერი მნიშვნელოვანია საფრეთი ჩარხის ოპერატორისთვის და ასევე წიბოს მიმკვრელი ჩარხისთვის და ოპერატორისთვის, რომელიც უყურებს იმ სტიკერს და იცის, რომელი ეს დეტალი, რომელი მხრიდან რა ტიპის კრომკით უნდა დააწიბოს, სადაც აგერ არის კოდები მოცემული კრომკების. ხო, ასევე ეს ფაილი არის იმისთვის, რომ გაკეთდეს დათვლა მასალების და ოპტიმიზირება მასალების, რომელსაც ჩვენ ახლა გაჩვენებთ ჩვენი ვიდეოს მსვლელობისას. და როგორ ხდება ეს? მოკლედ, მოდით ჩვენ აი ესენი ახლა ისე გავათეთროთ. ესე იგი დავიმახსოვრებთ ამას და დესკტოპზე დავიმახსოვრებთ. აგერ არის save შეუღნები და კი ბატონო. ხო, მოკლედ აქ რას ვაკეთებთ? კიდე რას უნდა მივაქციოთ დასწავალი ყურადღება. ეს არის ტოპები, სტალეშნიცა, რასაც ვქვია. აი ნახე, მინდა გითხრათ, რომ ერთი დეტალის სტალეშნიცის არის 1585, ნუ მისი სიგანი 600, სისქე არის 38 მმ, კოდი პროდუქციის ეს არის და თვითონ ფორმატი, ანუ თვითონ სტალეშნიცის ზომა არის 3650, ხო? აი აქ არის 5536. ამიტომ ეხლა ასეთი ფორმატი არ არსებობს და პროგრამა ზუსტად ვერ დაგითვლით თქვენ ამდენი ცალი სტალეშნიცა გინდათ, ამიტომ ეს სტალეშნიცა, რა თქმა უნდა, ხელით უნდა აი ესე გაყოთ და რანაირად. რომ ამას მთლიანად დავაკოპირებ ესე. ვეუბნები კოპის და გადმომაქვს აქ და paste. ნახეთ და აი აქ ჩავწერ 3000
3650, ეს არის მთლიანი სიგრძე სტალისნიცის. ან შეგიძლიათ ჩაწეროთ უფრო ნაკლები, რომ თუ თავების ჩამოტარწოვება გინდათ, თუ არა და თუ ეკონომია გინდათ, შეგიძლიათ არ ჩამოატარწოვებინოთ თავები. და ეს არის ეს უდრის ესე იგი უბრალოდ ეს არის 5536-ს აი აქ ჩავუტერ უდრის ამას მინუს აი ეს ზომა ხო ბატონო ენტერი ბატონო ეს გამოვიდა 1886 ეხლა ეს დავამახსოვრებინოთ აი ეს ყველაფერი და გამოვხდოთ ეს ჩვენი Excel-ის ფაილი და აღარ არის ჩვენი Excel-ის ფაილი კი ბატონო ეს აქეთ გადავიტანოთ რა შეგვეშალოს ეს არის order 20 დავიმახსოვროთ ეხლა ჩვენ შევდივართ ინოვა ჯორჯიას სამიკად საიტზე შევდივართ დაშბორდზე და შევდივართ ტრიკად პროექტებში ხო აქ ვირჩევთ ახალ პროექტს და პროექტის ნახეთ როგორ არის აქ ჩვენ მოგვივიდა ერთი ასე ვთქვათ პროექტი აქ მოდის პროექტები როდესაც თქვენ გამოაგზავნეთ საიტზე აქ მოდის ეს პროექტი მაგრამ როდესაც Excel-ის ფაილში აკეთებთ ჩასწორებას ჯობია რომ ის პროექტი აქ ხელით ატვირთოთ და პროექტის დასახელება არის აგერ სამზარეულო სამზარეულო 1 ხო რაც ერქვა იმ სამზარეულოს აქ გვაქვს ესე იგი აგერ არის ორდერი 20 ავტვირთეთ და ვაწყაპუნე ორჯერ და ვეუბნები შენახოს ბატონო შეინახა მე შევდივარ აქ მედებებში და ვეუბნები ოპტიმიზაციის გაშვებას და yes რამოდენიმე წამი ჭირდება რომ დავთვალოს ბატონო გაეშვა ეს ყველაფერი ჩავედით სულ ბოლოში და ნახოთ რას მივიღებთ ბატონო მოკლედ მივიღეთ აი ესეთი ჩვენ დოკუმენტი სადაც ოპტიმიზაცია არის გაკეთებული ანუ ეს ასნიშნავს რომ პროგრამამ დაგვითვალა თუ რამდენი სამზარეულო ზედაპირი გვინდა აგერ არის 2 ცალი თუ რამდენი MDF-ი გვინდა ფასადისთვის და ნაწილობრივ გვერდებისთვისაც ეს არის 4 ცალი ასევე კორპუსისთვის 8 ცალი კორპუსის მასალა W1000 და დაგვითვალა საზურგე გვინდა 3 ცალი ეხლა აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ შევამოწმოთ მაინც რომ რამდენი გვაქვს ასე ვთქვათ ნარჩენი ათხოვდი რასაც ქვიან რუსულად მოკლედ ნარჩენი რამდენი აქვს სამზარეულო ზედაპირს და შევდივართ აი აქ სურათში დავაწყაპუნებთ გავხსნით აი ამ დაზიკულ ფაილს ჩავკეცოთ აი აქ არის ეს დაზიკული ფაილი და შევიდეთ აი აქ ნახეთ გავხსნათ სურათი და აქ ნახეთ რომ მთლიანი ასე ვთქვათ მასალა არის გამოყენებული აბსოლუტურად რომლის სიგრძე არის 3600 აგერ უწერია 3600 და სიგანე 600 ხო თვითონ მასალის ფორმატიც არის ეგერი F675 აქ კოდი წერია და ბრენდის სახელი წერია ესებიდან და მთლიანი ლისტია გამოყენებული ეხლა ვნახოთ მეორე ასე ვთქვათ დეტალი როგორი არის აი კი ბატონო ეს არის მეორე დეტალი რომელიც იჭრება ორ ნაწილად აგერ არის ზომა 1886 და 1585 ხო აგერ 1886 1585 სიგანე რა თქმა უნდა 600 და ეს არის აგერ 179 მმ არის მისი ათხოვდი აგერ ერთით არის მონიშნული ერთი ცალი ასე ვთქვათ ნარჩენი არის ამ მასალისგან კარგით ეხლა ვნახოთ სხვა დეტალები როგორი არის აი აქ და აქ გვაქვს MDF-ი 4 პანელი ხო გავხსნათ სურათი დავაწყაპუნოთ აი აქ და აი 4 პანელი არის მე მაგალითად გავხსნიდი პირველს ესე შევხედოთ რამდენი გვაქვს
ფაქტობრივად კარგად არის ჩატეული დეტალები აი ამ პანელში, ერთ ცალში და ესენი არის მხოლოდ აი აქ მე-6, მე-7 და ეს პატარა ნარჩენი. ხო? დანარჩენი, ну, ესეც აი აქ თეთრად თუ არის, ესეც ნარჩენები არის. ოპტიმიზაცია მაქსიმალურად გააკეთა პროგრამამ. ეხლა ნახოთ მეორე დეტალი. აქაც აი ესეთი ნარჩენები არის. და აქაც კარგად არის ჩალაგებული. ეხლა ვნახოთ მესამე. აქაც ნუ აგერ არის ეს ნარჩენები, რაც პროგრამამ დაოპტიმიზირა და მეოთხეც ვნახოთ. აგერ არის მეოთხე პანელი, ხო? მეოთხე პანელის მხოლოდ აი ეს ნაწილია გამოყენებული და დანარჩენი არის ფაქტობრივად ნარჩენი. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ნახევარი პანელი იყიდოთ, შეიძინოთ ნახევარი პანელი და ის გამოიყენოთ, ხო? მაშინ ასეთ შემთხვევაში, ხო, თქვენ პროგრამაში უნდა ჩაასწოროთ ხელით, აი აქ, შეხვიდეთ, დააწვეთ ფანქარს, გამოვიდა რომ არის 4 პანელი და დაწეროთ 3 აგერ არის კი ბატონო 3.5, ხო? და უთხრათ შენახვა. ბატონო, აგერ არის 3.5 მიათეთი. პანელი შეგიძლიათ მიცეთ პროგრამას. რომ მე დაგითვალოთ. შევიდეთ აქ. გავხსნათ ესეც და ვნახოთ, მოდით ბოლო პანელი ვნახოთ. პრინციპში აქაც შეგიძლიათ ნახევარი ჩაწეროთ. და ისე შეიძინოთ ეს პანელი. ანუ აქაც შევდივართ და წერთ 2.5. აბატონო. და შენახვა. აბატონო 2.5 პანელი არის და აქაც 8 არის, ხო? აქაც შევიდეთ და ბოლო პანელი ვნახოთ აქაც. აქაც შეგიძლიათ ნახევარი გამოიყენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენებზე ფაქტობრივად მთლიანად არის ჩალაგებული, ძირითადად გამოყენებული არის, აი რომ შევამოწმოთ. ხედავთ თქვენ, რომ პრინციპში მთლიანად არის გამოყენებული დანარჩენი. ერთადერთი არის აი აქ შეგიძლიათ აქაც ნახევარი პანელი ეს დაკვეთა მიცეთ კომპანიას, ვისგანაც ამას თქვენ შეიცემთ და დავწეროთ აქ 7.5 აბატონო. და შენახო. ხო, აი ეს. ეს არის უკვე წიბოები, რომელიც დაგვითვალა პროგრამამ, რომ 0.4/22-ზე, ანუ 0.4 მმ სისქის წიბო 22 სიგანე გვინდა 152 მეტრად და 122 მიათედი, ეს 2.22-ზე წიბო გვინდა 79 მეტრა და 1.22-ზე გვინდა 45 მეტრა. კი ბატონო, ეხლა ჩვენ შეგვიძლია პროგრამას მივცეთ ბრძანება, რომ ფასები დაგვითვალოს. აი ესე. და აი ნახეთ, რომ პროგრამამ დაგვითვალა ფასები. ხო? და ფაქტობრივად მოვიდა დამზადების ვადაც. 20 ოქტომბერს უნდა იქნას დამზადებული. ხო? ეხლა გადავხედოთ აი ამ აქ არის ძირითადად მასალები, რაც ჩვენ ავარჩიეთ. ეს არის მომსახურე და მათი ღირებულება, მასალების ღირებულება, ხო? აგერ არის ფასი, რაოდენობა, ну სამზარო ზედაპირი გვინდოდა 2 ცალი, კი ბატონო, აქ არის 3.5 ცალი, ეს 2.5 ცალი, ეს 7.5 ცალი. ზუსტად არის ფილები, რაც იქ ჩავასწორეთ ჩვენ აქ გადმოტანილი, ну ეს მათი ღირებულებებია და მე გამრავლებულია რაოდენობა ღირებულებაზე, ჩვეულებრივ და აქ არის წიბოების ღირებულებებიც. კი ბატონო, ეს არის მომსახურების ასე ვთქვათ სამუშაოები. ну აქ პროგრამა გიწერთ, რომ პანელის და წიბოს მიწოდება ჯეოდეკორის საწყობიდან და პანელის და წიბოს მიწოდება სხვა საწყობიდან. თუ ჯეოდეკორს მოაქვს სხვა საწყობიდან პროდუქცია, ხო? მაშინ თქვენ ეს უნდა ჩაკლიკოთ და წაშალოთ და პანელების და წიბოს მოწოდება სხვა საწყობიდან, როცა არის, ხო? რა თქმა უნდა, მაგას რაღაც გარკვეული დრო ჭირდება და სხვა საწყობიდან მოაქვს ფაქტობრივად ჯეოდეკორი ამდენხანსაც უნდება მის მოტანა სხვა საწყობიდან, იმდენს წერს დროს და იქიდან იწყება ათვლა დამზადების პროდუქციის. მინდა გითხრათ. აქ არის სამზარეულო ზედაპირის დაჭრა, მერე არის პანელების დაჭრა, მერე არის საზურგის დაჭრა, მერე არის დაწიბოვება, ევათი თუ დაწიბოვება პეუთი.
თქვენ რომელს აიჩოთ. ერთს აქვს სხვა ფასი, მეორეს სხვა ფასი. ეს თქვენი არჩევანია. შეგიძლიათ დაუშვათ თუ გნებავთ მხოლოდ ევათი და პეუ არ გნებავთ, პეუც წაშალოთ. მერე არის დახურე და ანუ ნებისმიერი ოპერაცია აქ შეგიძლია ამოაგდოთ და წაშალოთ და აი აქ ახლა ჩვენ როცა ამოვშალეთ, ნახეთ რომ დააკვირდეთ, აქ არის 5539, ხო? ეს რო დავაბრუნოთ უკან. გამოვა 5912, ანუ პროგრამა მაშინვე აკეთებს რეაგირებას თქვენს ინვოისს. და მერე არის დახვრეტა. მერე არის შეფუთვა ევროპადონზე, რომელიც რა თქმა უნდა გაფასებული არის და მზაპროდუქციის გადატანა საწყობში, ну ეს ოპერაციები არის მოცემული თუ ჯეოდეკორი რა ოპერაციებს ასრულებს იმისთვის, რომ თქვენი დაკვეთა შეასრულოს. მოკლედ მე მგონი თქვენთვის ყველაფერი გასაგები იყო და ეხლა შემდეგი ნაბიჯი გვაქვს შეკვეთის მიცემა, ანუ თუ დავაწყებით ჩვენ შეკვეთას, გამოვა ეს შემდეგი ფანჯარა, სადაც გვაქვს გადახდა ბარათით ან ინტერნეტ მობაილ ბანკი. თქვენ რომელიც გექნება დარეგისტრირებული, აი იმით შეგიძლიათ გადაიხადოთ. ასეთ შემთხვევაში მე დავაწყები ბარათს და შევიყვან ბარათის მონაცემებს. მოკლედ შევიყვანი ბარათის მონაცემები და ეხლა მობილურზე მომივა კოდი SMS-ით. ავკრიფავ ამ კოდს 89 და დავაწყები დადასტურებას. და ნუ შესრულდა ოპერაცია წარმატებით. ესე იგი გადავიხადეთ და შევდივართ დაშბორდზე. შემდეგ შლას ვაკეთებ დაშბორდზე და ნუ გადავდივართ დაშბორდზე და ვნახულობთ ინვოისებს. აგერ არის ინვოისები. გადახდილი ინვოისებში შევდივართ. და აქ არის სამზარეულო 1 მასალების სამუშაოების საფასური და ბეჭვდა. ესე იგი თუ დავაწყებით ბეჭვდას, აი გამოვიდა ჩვენთან ინვოისი. სადაც არის მონაცემები და ეს რა მონაცემები არის. თარიღი, ეს არის დამზადების თარიღი, ხო, კი ბატონო? თუ არა მოიცათ, ეს არის დღევანდელი რიცხვით გატარებული ინვოისი, ნომერი ინვოისის 320 არის. აქ არის ყველა მონაცემი, არის თუ ვის გადავურიცხეთ ეს ინოვა ჯორჯიას და ასე ვთქვათ, ნომერი 23 არის იქ ჯეოდეკორში, ეს ჩვენი ინვოისი, აგერ არის მონაცემი, იმიტომ რომ დავჭირდეს ჯეოდეკორში მოკითხვა ჩვენი ასე ვთქვათ დაკვეთის, მეტყვით რომ ნომერი 23 ინვოისი, რომელიც უნდა იყოს გამზადებული 15 ოქტომბერს, კი ბატონო. 15 მეათე თვეში, 2025 წლის. მე მგონი აქ თქვენთვის ყველაფერი გასაგებია. რა თქმა უნდა, თქვენ ბანკში გააქვთ უკვე ქვითარიც, გადარიცხვის. და პრინციპში ეს დაკვეთა უკვე ჩაშვებული არის. და დამზადების თარიღიც აი აქ არის აღნიშნული. თუ რომელ თარიღში უნდა იყოს დამზადებული პროდუქცია ჯეოდეკორში. კი ბატონო, აქაც ძალიან მარტივად არის ყველაფერი, მე მგონი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ავტომატიზირებული ოპცია არის გადახდისაც, დაკვეთისაც და მოკლედ მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის ყველაფერი გასაგებია და ამითი მინდა დაგემშვიდობოთ, დავამთავროთ ეს ვიდეო და გისურვებთ წარმატებებს. კარგად ბრძანდებოდეთ.